შეერთებულ შტატებში მიაჩნდათ, რომ ახლო აღმოსავლეთს აკონტროლებდნენ. ყველა ეს მოსაზრება მცდარია და გეტყვით რატომ. პირველ რიგში რუსეთმა განაცხადა უარი უკრაინასა და საქართველოში ნატოს გაფართოებაზე. სიმართლე გითხრათ, ეს გასაგებია. შეიძლება არა იმდენად უკრაინის და საქართველოს თვალსაზრისით, მაგრამ რუსეთის გადმოსახედიდან ეს ნათელია. ვინაიდან თუ რუსეთი ერთ დღეს გამოაცხადებს, რომ მექსიკაში საკუთარი სამხედრო ბაზების განთავსებას აპირებს, გნებავთ კანადაში, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან გაბრაზდება. მათ არ სურთ რუსული სამხედრო ბაზები ამერიკის შეერთებული შტატების სიახლოვეს. მე მჯერა, რომ არც ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა ჰქონდეს ამერიკული სამხედრო ალიანსები რუსეთის სიახლოვეს, რადგან მეტად საშიშია დიდ ძალებს შორის ასეთი დაპირისპირება. ამავე დროს გვაქვს კიდევ ერთი დიდი ცვლილება. 20 წლის წინ უმრავლესობას, ყოველ შემთხვევაში ამერიკელ ლიდერებს მიაჩნდათ, რომ ყოლის შემძლე იყვნენ, რომ ერთადერთი სუპერ სახელმწიფო იყვნენ, რომ რუსეთი დასუსტებული იყო, ხოლო ჩინეთს მართალია დიდი რაოდენობით მოსახლეობა ჰყავდა, მაგრამ არც თუ ისე ძლიერი იყო. დღეს ასე ფიქრი აღარავის შეუძლია. საინტერესოა ამჟამინდელი მოცემულობა რას გვეუბნება. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ დიდი ძალები ერთმანეთს პირდაპირ არ დაუპირისპირდნენ. And we don't have this right now. The war in Ukraine. ამგვარი არქიტექტურა ამჟამად არ არსებობს.